ჩვენ სრულიად ახალ დაძაბულ და ემოციებით სავსე თამაში ჰიპ-ჰოპ არტისტების დაპირისპირებას ვიხილავთ, რომლებსაც საკმაოდ რთული არჩევანის მიღება მოუწევთ. გროტასკას, ბანის, ტაჰას და ენაის ფანჩლაინების უხვე. არ უშველით, რადგან აქ იმარჯვებს მხოლოდ ბლეფი და ცივი სტრატეგიული გადაწყვეტილებები. ფინალურ ეტაპამდე მხოლოდ 2 მოთამაშე მიაღწევს, რომლებიც დაგროვებულ ჯეკპოტის თანხას გაყოფენ ან წაართმევენ ერთმანეთს. შესაბამისად, თამაში შეიძლება ჰყავდეს 1, 2 ან არც ერთი გამარჯვებული. ეს ყველაფერი კი დამოკიდებული იქნება თქვენს მიერ გაკეთებულ არჩევანსა და ნდობაზე, თუ რამდენად ენდობით ერთმანეთს. პირველ რიგში მადლობა ჩვენს გენერალურ სპონსორსა და წარმდგენს ამბასადორ ბეტს და ასევე მადლობა ჩვენ სპონსორს კრედოს იმისთვის, რომ გვერდში გვიდგას. პირველ რაუნდში შემთხვევითობის პრინციპით 4-4-5 დაურიგდებათ მონაწილეებს, სადაც 3000 ლარი გადანაწილებულია დაბალი და მაღალი თანხების სახით. ამ ყუთებში აგრეთვე 3 ცალი X იმალება, მაგრამ არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის თუ ვის შეხვდება X. მე თქვენ გეტყვით, რომ თქვენი მიზანია მოიცილოთ X-ები, მაგრამ ამავდროულად უნდა შეინარჩუნოთ მაღალი თანხები. ამიტომ ყოველ რაუნდში კარგად დაფიქრდით, რომელ მოთამაშეს გააგდებთ, რადგან ამ მოთამაშესთან ერთად, მასთან ერთად არსებული თანხებით თამაშს დატოვებს. დავიწყოთ გროტასკ. ნებისმიერი 2 გახსენე. ნებისმიერი 2. ეს არის 279 ლარი. აქ მე გეტყვით, რომ ერთი თეთრიდან რაღაცა კონკრეტულ თანხამდე რეინჯს ვერ გეტყვით. შეიძლება იყოს მოთავსებული 279 ლარი. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ყუთია, აბა ნახოთ. ეს არის 78 ლარი და 19 თეთრი. 2 ყუთი გაიხსნა, ჯერჯერობით X-ი არ არის. ახლა ბანის ჭერია. ეს არის 123 ლარი და 45 თეთრი. 17 და ლარი. 17 ლარი. ჯერჯერობით X-ი არ არის გახსნილი, რაც შეიძლება არ ვიცი. ნახოთ ტაჰას ჭერია. ეს არის 199 ლარი და 99 თეთრი. ენა ეს მე უგულ შემატკივრებდი რომ აქ წითელი X-ი ამოვიდეს თორე. და X-ი გაიხსნა. კარგი ვნახოთ. ახლა ენაისის ჭერია. ბოლოსაც შეხვდება X-ი ბოლოდან ხარ გაგვიჩნდეს. ეს არის ლარი და 70 მეგობრებო. გიგულავია. ლარი და 70 და X მეორე X. სადღა ეს იმას ნიშნავს ჯერჯერობით ხო 2 X ყავს გასწ. ნათიას ადგილას მე ჯერ ყურებს არ ჩამოყრით, იმიტომ რომ ლარი და 70 აქვს გახსნილი ეგერთი. და მეორე შეიძლება იმ 2 ყუთში ძალიან დიდი თანხებია. ეგ არ ვიცი. ან X-ია. შეიძლება. არ ვიცი. სადღაცას დაიმალა 1 X. ახლა ცალ-ცალკე ნახულობთ. ხოლო თქვენ ამ 2 ყუთს ენახეთ, რომ მარტო თქვენ იცოდეთ. მონაწილეები დარჩენილ 2 ყუთს ჩუმად ნახულობენ და თუ X-ი ან თუნდაც დაბალი თანხა დახვდათ, მათ შეუძლიათ იბლეფონ და ნებისმიერი თანხა დაასახელონ, რადგან თითოეულის მიზანია რაუნდის ბოლოს გადარჩნენ და სხვა მოთამაშეებმა ხმის მიცემით არ გააგდონ. მოდი დავიწყოთ ისევ გროტასკ, უნდა გითხრა. არ ვიცი ხა ეს რამდენად ჭეშმარიტება იქნება, რასაც გაუჟღერებ მოთამაშეებს, მაგრამ ვალდებული ხარ გითხრა, რა თანხებია ამ ყუთებში მოთავსებული. ვალდებული ვარ? არა, შეიძლება მე ვიტყვი რომ კაი პონტია და ატვე ჩაივარო იმენა ჩემ ყუთებში არის კაი ეს პონტი. თანხა ვერ მოიფიქრა და კაი პონტია. რა თანხა ვერ მოიფიქრა, აგე მიწერია. ჯამურად შეგიძლია გითხრა დაახლოებით აი რა თანხაა, იმიტომ რომ ეგრე უნდა გარჩე ჯამურად. რო ავჯამავთ 4 ნიშნავს ავარტყავთ. 4 ნიშნას? 4 ნიშნას თუ 3 რო ნიშნას? ავჯამავთ. გასაგებია. აქ მაგ. სუხე 3 ნიშნა რიცხვია რა, სუხე რა, ისეთი. ჯერა შენი. 50 ლარი და 26 თეთრია აქ. გასაგებია? და 322 ლარი და 18 თეთრია აქ. კაი პონტია ეს. ის არ ვიცი რა. მე აქ მაქვს 700 ლარი. რამდენი? 700. 700 ლარი და აქ მაქვს 60 და არა 86. 86. ვაუ, ძალიან საინტერესოა. კაი, აბა ნახოთ ლარი და 70 რას გვეწევს. შემარხვეს უკვე ნიკნეიმი. ბიჭო, ეგ ლარი და 70 იყოფა ხო თან? X-ის შემთხვევაში გაიყო. ტყუილად მეღადავებით, იმიტომ რომ აქ ისეთი ყუში ვნახე, ჩემი სახეთ თუ დაინახეთ გავწიწდიან მეთქი. და რა კავშირი არის? 526 ლარია აქ. 526 ლარია. და მეორეში არის 135 ლარი და 80 თეთრი. მაგრამ ეხლა რა გამოდის? არც ეს არ
უთქვამს რომ x-ია, ლოგიკურია, რომ იმიტომ რომ სადღაცას 1x არის გაფარული. ხო, სადღაცას არის. რო არ ვიმკითხავთ, მე მგონი რაც სახეზე ეგ უნდა აუ ბოდიში რა, მე მგონი უნდა დაგტო. შენი აზრით ნათია უნდა დატოვოს, ჯერ არა, ჯერ არგუმენტები შეიძლება. მაგრამ მივდივარ თვაქამდე. ხო და ანუ გაფხილებს რომ მოემზადო რა, მენტალურად რომ მზად იყო. ხო, არა, მაგისთვის ზოგადად თავიდანვე მზად ვიყავი. ხო და მაგრამ თუმცა ანუ ეხა ესე მე მგონი ვერ დავადგენთ x ვის აქ და აი სახეზე და იქნებ შენ გაქვს. ხო, იქნებ მე მაქვს, ხო, დავაი გამოდო. არა, მაგას არ ვამბობ, არგუმენტი მეც მინდა, მაგრამ ეს ალბათობის პრინციპია ახლა. ძალიან საინტერესო. ალბათობის პრინციპამდე რაც სახეზე ხო, რაც გვაქვს მაგას სახეზე ვამბობ. იმას ამბობ, ერთი ეხა გაქვს რაღაცა 55 მესმის შენ, მეც ეგრე წავიდოდი, ამიტომ პირადად არ ვიღებ. მაგრამ თქვენის გავწყობთ რომ 526 ლარი მაქვს და ან გაქვს ან არ გაქვს. 520 თუ ნათია სიმართლეს იძახის მეტროთი მიხვალ სახში. მართლა. აჰა ტაქსი გამი. 55-ით ვერ მივა. მეტროთი დავა კონკრეტულად. არა, 85 გამოდის. 600 რაღაც ლარი გამოდის ჯამში და კი. შენ ამ ეტაპზე 120 და რამდენი გაქვს? ბანი? არ ვიცი რამდენი მაქვს, დაახლოებით აქ 140 ლარი და რაღაც. აქ მაქვს 332 და აქ 50. გახსნილს თუ დავუჯერებთ კი? თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაზე ხშირად კომენტარებში წერება ვაიმე რა გულწრფელია ეს ბავშვი დედა. ხო და ამიტომ ვინ, შენ? აქ მაქვს 332, აქ 50. კარგი, გასაგებია. გროტასკ, შენ რას ფიქრობ? მე ვფიქრობ რომ მე მაქვს კაი პონტი. შენ ანუ შენ უსაფრთხოდ ხარ. ჯერჯერ. რეალური კაი პონტი მაქვს მე და მინდა ეგ კაი პონტი გავიტანო ბოლომდე. ტახასაც რო x აქვს, ხო არ გავიწყდებოდ. ხო, მაგრამ ეხა შევხედე, დამევა. ლარი და 70. გასაგებია, მაგრამ 526 და აქეთ 135 და 80. აქ ის მე 7 და სიმაღლე და აქ ხო. 100 რაღაცა. მაგრამ იქ მგონი x მაინც. გაქვს. მგონი x გაქვს იქეთ. არ ვიცი. შეიძლება, ან შენ ან ბანის მესამე. გროტასკ, ვისი გჯერა, მოდი ეგ გითხარი. ვისი მჯერა? ციფრების მჯერა მე რამდენი გაქვს? 123, 17. იმას 200 ლარია. ტახას და ბანის ახლა ამ შემთხვევაში მჯერა. გასაგებია. ბარემ პირდაპირ გეთქვა, ნათიასი არ მჯერა. ბიჭო, ციფრების მჯერა თქო, ვა. რა უკვე. ეს ციფრია? აქეთ არის რიცხვი. ხო, აქეთ არის რიცხვი რა. აქამდე არის ციფრი. მოდი ტახას ვკითხოთ ახლა. შენი გადმოსახედან მარტივია, რამდენი გაქვს? რო გადაწყვეტება. ჯამში 526 და 120. მაინც შენზე მეტი აქვს. 700 აქვს აქ. ხო, მაგას ვიცი. ან აქვს, ან არა. ხო და შენც ან გაქვს ან არ გაქვს. ზუსტად ვიცი რომ ეხა ამ სამში რა გინდა ეს რომ გაყო რა მაინც კარგად ხო, გამოდის ანუ რა, ეგ არის. უეჭველი ვიცი. მაინც შენზე მეტი აქვს. რამე დიდი რიცხვი უნდა მოგეფიქრებინა. თუნდაც ეგ 400 და რაღაცა რომ მეუმატო მაინც ცოტა აი, გამოდის მაინც რა. შენზე დიდია. მეც მაგას ვამბობთ. აი, ამ მოცემულობით მესმის, მეც იგივე სტრატეგიაზე წავიდოდი. თქვენ ამაზე არ გიფიქრეთ, რომ 526 აქვს და აქ არის 135 და 80. მე იმის თქვა მინდოდა, რომ შემდეგ ეტაპებზე გადასვლის დროს მე ისეთი მოთამაშეა, რომ ყველა ვარიანტში გავყოფ. ანუ ეს უნდა დაიმახსოვროთ, რომ ყველა ვარიანტში გავყოფ. ყველა გავყოფ. არგუმენტი არ ვიცი. ეხა რასაც ხედავთ, ტახას შენზე მეტი აქვს და თუ ორივე იტყუებით, მაინც შენზე მეტი აქვს. გაიგე? ანუ არ ვიცით რომელი შეიძლება ორივე იტყუებით, მაგრამ მაინც ანუ შენზე დიდი ციფრი მოიფიქრა. და იქნებ შენ გაქვს მეორე x. და იქნებ შენ გაქვს მაშინ. მე მგონია რომ სამის ჯელოთ საკმარისი რომ მივეცით მოთამაშეს. ახლა დაგირიგდებათ. ბარათები სადაც თქვენი მოწინააღმდეგის სახელებია გამოსახული. თითო ბარათს ისე რომ კონფიდენციალურობა დავიცვათ, მომაწვდით ვის გინდათ რომ გავარდეთ. ათია გაძლებას გისურვებ, ეს გინდა რომ გავარდეს. კარგი. ეს გინდა რომ გავარდეს. როტასკ მიიღე გადაწყვეტილება. რა ეგ ჩემი გადაწყვეტილება არ იყო. არჩევანი გააკეთეს ჩვენმა მოთამაშეებმა. ახლა ვნახოთ პირველ რაუნდში ვინ დატოვებს. მეტავი. ძალიან საინტერესოა, მაგრამ პირველი ხმა ბანის მეგობრებო. მეორე ხმა თვადეგრეც არ გავიცინებდი ნათიას ადგილას, რომ ნათიას. ხო, მე ვიცი ისედაც მივეჩვია ახლა. კარგი, თითო ხმა ბანის და ნათიას. ასევე ერთი ხმა აქვს ნათიას. ეს უკვე ორი ხმა. და თუ ფრე იქნება, მაშინ ნათიაც და ბანიც თითო ყუთს გახსნიან და შემდგომ წავა მსჯელობა. და კიდევ ერთი ხმა ნათიას. მეგობრებო, პირველ რაუნდში და ეხლა სამი ხმით სულმა გავხსნა. ტოვებს ნათია სამწუხაროდ. მე მგონია რომ ძალიან კარგი არგუმენტები მქონდა ნათიას, ამიტომ ხსნის და გვანახებს ყუთებს. აი ეხლა ეს გივიღოთ. 526 ლარი ნამდვილად ქონდა. მეორე ყუთშიც თუ არის თანხა,
ნიშნავს რომ თქვენ სამიდან ვიღაცა მოიტყუა. და ეს არის X-ი ქონდა ნათიას. სატო მოგაწყვეტ. აი თუ ნათია, მოჩი, ძალიან დამაჯერებელი იყო, ხო? ერთხელ შეეშალა. ახლა ნახავთ თუ ვინმე კიდე მოიტყუა. გროტას ტადა! 80 თეთრი ქონდა. მარა, მაიცა. პონტი. ეს არა, კაი პონტი, ნახე რა ლამაზი რიცხვია. 444 ლარი და 44 თეთრი. ბანის შემთხვევაში ეს 50 და 26. 50 და ჩემს 26. სოციალში ტყუილი არ მithქვამს. და 322 322 და 18. აუ რა იყბალიო. 610 ლარი, 610 ლარი 700. 700 ეგონა. და 80. სულ არის 700. დიდი არ მოგიტყუებია, ხო? 610 700 ლარი, 90 ლარი სხვაობა. ნათიას ამწუხარებს რამე და გვითხარიო. მადლობა უთხრათ ნათიას. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაშას არხი. ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდი, რომ 2x მომივიდა ZZ და მით უმეტეს 1x-ის გვერდით ლარი და რაღაცა, როცა ანუ ასეთ სიტუაციაში არ ვიცი სხვა ადამიანმა რა უნდა გააკეთოს და თავი როგორ უნდა დაიძრუნოს. გილოცავთ მეგობრებო მეორე რაუნდში გასვლას. ამჯერად უკვე 5-5 გაგინაწილდათ და გეტყვით რომ 2x-ი არის დამატებული და 2 თანხა არის შეცვლილი. ანუ 2 ახალი თანხა მონაწილეობს ამ რაუნდში, რომელიც არიცით, რაც ბლეფში კიდევ უფრო მეტად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ და დაგეხმარებათ და ამჯერად 3x-ი იქნება თამაში. 2-2 ყუთი უნდა გავხსნათ, 3 იქნება ასე ვთქვათ მალული ყუთები თქვენ მსხრივ. რომელი ორიც გინდა? მოდი ახლა ტაჰამ დაიწყოს. ნებისმიერი 2 ყუთი გახსენი. კამერასაც აჩვენე, ეს არის პირველი x-ი. მოვიდა უკვე. პირველი x-ი. ტესტომის. 280. 279 ლარი. ბანის ჯერია. 86 ლარი მაქვს მე. არის და ბანიში. ეს იქნება ეგეც კაი პონტია რო იცოდე. 86 გაიყო ეხა და არა სხვა რამე. აბა. ტადა! შვენიერი და 50 ლარი და 26 თეთრი. აუ, შენ 6-ი გააზრდა და გავთანაბრ. ისე ვიგივე. აი, ხო არ გადავ. გეუბნები კაი პონტია თქო მე ვამბობ. თუმცა ახლა უფრო მეტი მისტიკაა მეგობრებო, იმიტომ რომ 3 ყუთია გაუხსნელი, ახლა თქვენთვის ნახულობთ რა ყუთები ამოგივიდეთ, თუმცა ისე რომ სხვა არ დაინახოს. ფინალში თუ გავედი თანხას გავყოფ აუცილებლად, ან შეიძლება ახლაც ვიტყუები რას დამადგამ თავისი კაცი. არ შემიშლის მეგობრობა ხელს. არც ბეთლში არ გვიშლის. თუ გართობაა, თუ შოუა, შეიძლება რატომაც არა. იქიდან გამომდინარეა ოპონენტი ვინ არის რა, ანუ მოყვება, არ მოყვება, გატყუებს, არ გატყუებს, შენ დაწვი რომან დაგწვა, რო შენ დაწვი თუ არა. ნუ ასე შემდეგ. გროტასკა იმდენად ემოციებშია, რომ რაღაცა საინტერესო ალბათ უნდა გაგვიზიაროს და რა თანხები გაქვს ხო ვერ გვეტყოდი? კაროჩე, პირდაპირ გეტყვით რა, არანაირი პრობლემა. 610. 610. აქ ცოტა ნაკლები და აქ იმაზე ნაკლები. ხო და აი კონკრეტულად არ გვეუბნები ესე იგი რამდენს? ცოტა ნაკლები. ანუ 3 ნიშნა და 2 ნიშნა. რა მოდი 610 არ არის 3-ვე, 1-ია 610, მეორე ცოტა ნაკლები, მესამე გასაგები. ბანიჟერია. 322 ლარი და 18 თეთრი, 199 ლარი და 99 თეთრი, ეს თანხა იყო წინაზე. 78 ლარი და 19 თეთრი. ანუ პირველი რა თქვი? პირველი ვთქვი 322 ლარი და 18 თეთრი არ შემშლიან უმომსდევ. ოპა, ძალიან საინტერესო. ტაჰას ნახოთ ახლა რა თანხა 700 ლარი. ანუ ის 610? არა. არა, ეგ მე მაქვს ეხა. აქ მაქვს 701 ლარი. აქ მაქვს 80 თეთრი და აქ მაქვს 46 ლარი. ვაუ. აი, ჯერჯერობით დაფიქსირდა ყველაზე მაღალი თანხა 701 ლარი, რაც ტაჰამ გააჟღერა. უბრალოდ ფაქტია, რომ თქვენ სამიდან რომელიღაცამ ისევ მოიტყვა, იმიტომ რომ მხოლოდ 2x-ია გახსნით და სადღაცას x-ი იმალება. ახლა უნდა გადაწყვიტოთ, მოდი ტაჰა შენ დაიწყე, რას ფიქრობ? ნუ შენ ალბათ არ იტყუები ხარ, რა თქმა უნდა. იმიტომ შენი 3 თანხა იცი, ამ ორიდან შენ ეზით რომელმა მოიტყუა. შენ წერა რა თქვი ბანი? ამაგორზე. არ მახსოვს, ნახავ. 322 ლარი და 18 თეთრი და კიდე არ შემეშლება, იმიტომ რომ ვკითხულობ. 199 ლარი და 99 თეთრი და 78 ლარი და 19 თეთრი. აი ყველა 19-ით თავდება ეს. ხო რა შეეშალეს რა? ბიჭო, არა x-ი რომ მქონდეს სხვას ვიტყოდი დებილი კი არ ვარ ეგრე წერია. რა მე მგონია რომ
ბანის ყავს მეორე X-ი. მაინც ბანის გონია რომ ბანის ყავს მეორე X-ი. იმიტომ რომ ეს უფროსია. თუ გავითვალისწინებთ რა თანხებით თქვა ტაჰას ჯამში 1000 ლარზე მეტი ექნება და გროტესკ არ გვეუბნები კონკრეტულად ორ თანხას, მაგრამ ბიჭო, ეხლა ხო გითხარით და ვიყავი მაგ X-ი არ ეხაც გეუბნები. არა, X-ი არა. 1300 ლარს ავწდი მე ჩემ თანხებით. 3000-ივე შენ გაგწმა. ვის ფიქრობ ამ ორიდან ვინ ტყუება? კაი, ეხლა ერთი კითხვა მაქვს. ბანის მართლა შეეშალა, მე მგონი. კიდევ ვიზამ თუ გვინდათ. აჰა, დააბრალა ბანის და შეიძლება ტაჰას კონდეს X-ი და ბარემ ბანის დავაბრალებო, არ ვიცი. ჩემი აზრით სამივე X-ი გადანაწილებულია ეგ ვიცი. არა, გადანაწილებული. აქ არა. აქ არა, გაგიმას. მაშინ გვეტყოდი თავაწეული რა თანხა გაქვს, იმიტომ რომ უეჭველი დიდ ბიჭო, დავითვალე 1300. აი ამ 86 ლარზე გაგიმასო. რა X-ი არ მაქვს. ამ ყუთზე, თლიანად ყუთზე რა. დავაი ბაზარი არა. კაი, ბანი, შენ რას ფიქრობ? შენ ფიქრობ რომ მესამე X-ი იქით არის? კი, ანუ არ არის. აუ, კი, შანსი არ არის, ეხლა შენ რომ 70 ლარი ამოგეღო და კივილი დაგეწყო რომ ვა, ეგ უბრალოდ მარტივი манипуляცია იყო რომ ვაიმე რამხელა მაყუთი მაქვს. ამას პლუს ეს ორი თანხა ვერ თქვი, თუ არ თქვი, თუ რაც კი. საო, მაგარი სტრატეგია თუ არ თქვი. აუ, კაროჩე მე შენ გროტასკა ამოიღე ჯერჯერობით მიზანში. ულოგიკო. იმენო ვინ არის ბიჭო, ულოგიკო. არ მაქვს თქო X-ი. აუ ხო და არ მაქვს რანაირი არგუმენტი, ანუ კაი, არც მე. არ მაქვს. წეგან არ მქონდა და ეხაც არ მაქვს. არგუმენტს თუ მეუნები ცოტა ხორციანი მითხარ. ხორციანი არგუმენტი არ მქონდა იყო X-ი და და ეხაც წეგან არ მქონდა X-ი და ეხლა რანაირად მექნება რა, რას ქვია? ბიჭო, ორი უკვე ამოვარდა, რა შანსი ხო აქვს და მე ერთი მქონდეს. კიდია. ვიცი რომ კიდეა. ხო და ორივე მე რომ თქო. და რატო? იმიტომ რომ აი აიჭერი და ეხლა მემაბრალებ. იქითაა თქო. ბიჭო არა ვიჭერი აქ პირველად რო გახსენი ყუთი მაკედონუე შენ ზაბო ტაჰა მაგარი, აი ყველაზე მაგარი სტრატეგია აქვს ტაჰას იმე. რაზე რა? არაფერი, ვითომ არ ვიცი და დაი. რა მე გელოდებით რა, სიტყვაში არ ჩაგეწერეთ. ანუ ეხა ნახე რეალურად შენ რო ტაჰას ფიქრობ, მე შემიძლია ტაჰას მივცე და გავაგდოთ, მაგრამ შენ უფრო ბიჭო მე არ ფიქრობ, მე ესეთი ანუ ნახე შემიძლია რომ გავიდე ეხა ფინანსი მარტივად. ტაჰა შენ სახელს იტყვი, შენ ჩემსაც იტყვი და უშოთ მე ტაჰას ნახე ვიტყვი მე და შემიძლია რომ შენი არ ვთქვა. გაიგე, შენ ხო ტაჰა თქვი. მე შემიძლია რომ ტაჰა ვთქვა, ის კაი, მე იმან რაც უნდა ითქვას, მაინც ის გავარდება, იმიტომ რომ ორი ხმა ექნება. მაგრამ არ ვაკეთებ მაგას. იმიტომ რომ ჩემი აზრით ის უფრო ანუ იმის უფრო მჯერა ეხა ვიდრე შენი. ანუ ზოგადად ცხოვრებაში არ ვაკეთებ. ბიჭო, კაი, ჰა, 3000 ლარი მაქვს. ხო და არ გითქვამს ეგ ციფრები. ეხა არ მაინტერესებს, ვაბი არ თქვა. არ თქვა, თორე გავგიჟდები. რა მე მჯერა რომ გროტასკას არ აქვს X-ი და ბანისთან გონია მაინც რა. რა ხდება? მოდი პირდაპირ ხმის მიცემაზე გადავიდეთ, ძალიან საინტერესო იქნება. წარმოუდგენია არ მაქვს ეხა აქ ვინ გავარდება, ვინ ვის მისცემს ხმას. აი. ვინ გავარდა. ძალიან საინტერესოა. ერთი ხმა ბანის. არ ვიცი. აი რა. აჰა, მისა თუ გეწყინება. გროტასკა. მეორე ხმა ტაჰას. ტაჰა შეიძლება ვინ მოგცა? გროტასკა. კარგი. და მესამე ხმით თამაშს ტოვებს ბანი. აი არ და ხავს ჩავეჭიდე იმენა, მაგრამ მაგარი სტრატეგია ვერ ხვდებია ვიტყუების სიმართლეს ვამბობ, არ გამოდის არაფერი. გროტასკას არც ერთი ხმა არ მიუვიდა, ახლა ვნახავთ ბანი იტყუებოდა სიმართლეს ამბობდა თუ რას აკეთებ. ამ მოგვანახშენი. 332 ლარი და 18 თეთრი, რაც არც ერთხელ არ შეშლია რა თქმა უნდა. 199 ლარი და 99 თეთრი და 78 ლარი და 19 ხო გეუბნებოდი. ხო გეუბნებოდი. მოდი ტაჰა შენს გაგვიხსენი? იმიტომ რომ გაგიჟდი, აღარ მჯეროდა. ტაჰას აქვს ერთი X-ი. მოგითხარი ბიჭო, მე ჩამად იყო. ხო და მე ტაჰას მივეცი, მე რას მე ჩხუბა. 80 თეთრი. აუ იმენა. და მესამე არის რანაირი მეგრე. 701 ლარი. აი მაგით მჯეროდა. სხვათა შორის აქვე უნდა ვთქვა, რომ ტაჰას ჰქონდა ძალიან საინტერესო სტრატეგია. X-ის ნაცვლად თქვა 50 ლარი თუ რაღაც. ანუ 700 შეიძლება უფრო მაღალი რიცხვები ეთქვა, თუმცა ძალიან საინტერესო სტრატეგია თქვა, რაღაც უფრო რეალური დაასახა და ფაქტია რომ გაამართლა. გროტასკ შენს ფაქტია რომ არ გაქვს კიდევ X-ი არ ამოგივიდა. 7 ლარი და 3 ეთქვა მაგიტო არა. NIS-ის ტაქსის ფული. 103 ლარი და 45 თეთრი და აქეთ გაქვთ აქ დრამ როლი მინდა.
და 6, ანუ ფაქტიურად ფინალში გავიდა, ორი ყველაზე მაღალი თანხა გაიყვანეთ 610 ლარი და 700 ლარი, 454 ლარიც გასულია ფინალში და 279 ლარი. მეგობრებო, ეს 5 ყუთი თუ თქვენ აირჩიეთ ფინალში, აქ ძალიან სერიოზულ ჯეკპოტზე წავა თამაში. ანუ რეალურად ძალიან მარტივი სიგნალი მივეცი გოჩას, რომ შეუტიე პროსტა, რომ ტახასთვის ვაუ ეფექტი ყოფილიყო და იმის მერე შეუტიე, რაც თვითონ თქვა, რომ ტახა უნდა გავაგდო, იმიტომ რომ ტახას თუ გააგდებდა თვითონ, მეც ტახას მივცემდი. და ის საერთოდ არ ელოდებოდა, იმიტომ რომ მე გოჩას ვაჭერდი და უცებ ტახას ამოვიღებდი, მაგრამ ნუ ვერ მიხვდა, არა უშავს, ასაკშია. ხო და ფინალში არ ვიცი რა მოხდება, დაუჭამიათ ერთმანეთი, ვაფშე არ მაინტერესებს. ფინალში ხართ მეგობრებო, გილოცავთ, ძალიან მაგარი და სტრატეგიული თამაში გქონდათ ნამდვილად. ახლა არის ის მომენტი, როცა უნდა გადავწყვიტოთ, რა ჯეკპოტზე მოგიწევთ თამაში. გამორიცხვის დროს მოთამაშეები მონაცვლეობით ბრმად ერთ ყუთს გადააგდებენ, მეორეთი კი ჯეკპოტ შეავსებენ. მათი მიზანია ჯეკპოტი რაც შეიძლება 5 დიდი თანხით შეავსონ. შესაბამისად, ეცადონ გამორიცხონ X-ი ან დაბალი თანხები. თუ X-ი გაიხსნება ჯეკპოტის დროს, ჯეკპოტში არსებული თანხა განახევრდება. თქვენი მიზანია რომ X-ი ან გამორიცხოთ, ან რაც შეიძლება მალე ამოგივიდეთ, რომ ნაკლები თანხა განახევრდეს. X-ის მერე რა თანხაც ამოდის, აღარ ნახევრდება. პირველი მომაწოდე რომელიც გინდა რომ გამორიცხოთ. და ჩემთან ისე დაემთხვა, რომ კუთხეებში იყო მაღალი თანხა. მოდი, ამას ვიტყვი. ეს გამოირიცხოს. გამოირიცხოს. ანუ ეს თამაშიდან გადის? ეს თამაშიდან გადის. ეხლა თქვენი მიზანია რომ აქ ან X იყოს, ან დაბალი თანხა. მედი რა, ლარი და 70 სად არის? არ მომეწონა ეს. მეგობრებო, სანამ ყუთს გავხსნით და განახებთ, რომელი ყუთი გამორიცხა ჩვენმა გროტასკამ, მე მაყურებელს მინდა შევახსენო უნიკალური პროდუქტის მწვანე ანაბრის შესახებ, რომელიც ისეაც იცის. ეს ანაბარი არის შექმნილი კრედო ბანკის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ანაბრის მიზანი არის, რომ თქვენ დააგროვოთ მაღალი სარგებელი, საიდანაც 0.5% ანალოგიურ წილს დაამატებს კრედო ბანკი და მთლიანად ეს თანხა მოხმარდება სოციალურ აქტივობებს. ისეთი როგორიც არის საბადურის ტყის დასუფთავება, რომელიც თქვენი დახმარებით უკვე დასუფთავდა და შეგიძლიათ სასიამოვნო პიკნიკი მოიწყოთ ჯანსაღ და სუფთა ჰაერზე. ასე რომ, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ ბუნების დაცვაში მიიღოთ მონაწილეობა, მაიკრედოს აპლიკაციით გახსნით მწვანე ანაბარი, ერთად ვემეგობროთ ბუნებას ყველამ ერთად. თანხა რომელიც გამორიცხა გროტასკამ არის 279 ლარი, რაც ნორმალურია. თავარი არის 700 და 600 ლარი მოხდეს ჯეკპოტში. ახლა უნდა მომაწოდო ყუთი, რომელიც გინდა რომ წავიდეს ჯეკპოტში. შეგახსნე? აუცილებლად. აუ, შენ რო ხსნი ფაქტია. მოი თამამ გახსნას. არ შეიძლება, მე უნდა გახსნას. რაც არ უნდა გავხსნათ იგივე თანხა იქ. უფრო ნერვები გეშელება? არა, შენგან არა, გამორიცხვა. არა. ლარი და 70 დავამატე. გროტასკ. შენ ბედის შესახებ მე მგონი რომ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება გაქვს. უნდა გქონდეს, იმიტომ რომ შეგახსნი 80 თეთრი. ხო ვამბობდი. 80 თეთრი მიემატა თქვენს ჯოკს. უნდა გავიყვანო? მოდი უნდა გამოვრიცხოთ, ხო? ეცადე X გაარტყა. ეს გადის თამაშიდან. ხო. აი თუ გია გახსენ. არა, მარტო თუ მინდა ერთხელ შენს გაგახსენ. ერთხელ მეც უნდა გავხსნა უეჭო. და ეს გავიდა 40 და არა 50 ლარი 26 თეთრი არ არის ცუდი. კარგია რომ ეს გავიდა თამაშიდან. დაი, აჰა. ეს გინდა რომ იყოს. ჯეკპოტს მე შენ გახსნე თუ არ მენდობი შენ გახსნე. არა, როგორ არის ეს მოპირი. რა უნდა გავაკეთო აქ არ ვიცი, მაგრამ არა, ხუმრობთ. არ ვიცი ეს რამდენად კარგი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ X-ი ამოვიდა. თუმცა კარგია. 40 თეთრი გვაქვს. 40 თეთრი. წაღა ვის ვეღადავებული. რაღაც მხრივ მეგობრებო, ცუდი არ არის, რადგან ეს რომ მერე ამოსულიყო, ის თანხა განახევრდებოდა. ასე რომ მოდი ახლა ეცადეთ რომ X-ი გამორიცხოთ. გროტასკ. აი ამას გავიყვანდი შენადიერას. შენ თუ დაითანხმები? თავარი ეგ არის. ეხლა კრისი იყოს. ხო და ეს X-ი უნდა გაიყვანო. მე ვხსნი? შენ გახსენი? და ეს არის X-ი მეგობრებო, ყოჩახ, ძალიან კარგია. X-ი გამოირიცხა. ეს ის ტიპი არა, რო ეხება რაღაცებს და იცვლება. ასე რომ 20 თეთრს ვიყოფთ? ასე რომ ეხლა უნდა 600-ან 700 ლარი უნდა გაარტყა გროტასკი. უნდა გავარტყა? კი. 600-ან 700 ლარი. წერო ხუნქენი.
600-იან შენ შუაში ისე დევს რაღაცნაირად. შენ გახსნე? მე გავხსნი. კარგი. ეგრე სხვა რამეში რა გამიმართო. ხო არა, გადაო. საღო. ეხა გვაქვს 600. უკვე 610 ლარი, 610 ლარი და 40. იმ დღეს ხუჩას გოლზეც მე და ეხა თქვენ თუ შენ თუ 700 ლარს ამოიღებ, უკვე 1300 ლარზე ახვალთ. ამიტომ ჯერ უნდა გამორიცხოთ. ჯერ უნდა გამორიცხოთ. ესე დაადე და თვილი რომელიც იქნება. ბაზარი არა. აი ეს. მაგრამ მე გამორიცხავ შენ ბიუჯეტს მიამატე. ოკეი. შენ არიჩიოთ. ეს გამოვარდეთ. კარგი, გამოვაგდოთ. ერთად უნდა გინდა? დავაი. აი, მოდინო. სწრაფად ქენი იყო. 1 2 და 3. ოუ, რა ხდება? 701 ლარი. არა უშ რაღაცა შეიკრება მაინც. ვაუ, ეს არ იყოს, მაგრამ მე შეგახსენებთ რომ 454 ლარი ისევ თამაშია. კი. ისევ თამაშია. ეხა ბიუჯეტში უნდა შევიდეს, ამიტომ X-ი არ უნდა გაიგო. ამ 4-დან სადღაცას X-ია, სადღაცას 454 ლარია. მოდი შენ გახსენ. 444 ლარი ვანახოთ და 44 თეთრი 1000 ლარს აცდით მეგობრებო, გილოცავთ. სხვათა შორის პირველ ეპიზოდზე 800 ლარი ქონდათ საპრიზო ფონდი. თქვენ უფრო მეტი გაქვთ უკვე. თავარია X-ი არ ამოვიდა. 3 და სადღაცას X-ი, ამიტომ 1 უნდა გამორიცხოთ. კაროჩე, 1 შენ აიღე, 1 მე, რასაც ვრიცხავ. კარგი. ესე გავოთ, რომელს დავადეთ. რომელს ვსტოვებთ? აუ, შენ გადაწყვეტე რომელს გამორიცხავ. აი 320-ზე დავადოთ. დავაი. 1 2 3. კარგი, მოღოთ არ გახსნათ. ეს არის იქნებ გადავიფიქროთ. 5. შენ ამაში დარწმუნებული ხარ? არა ვარ. ეს უნდა გამოირიცხოს. დარწმუნებული ხარ? არა. არა? აი ეს გამოვიდა. მოდი ეს გამოვრიცხოთ. ოკეი. ჯანდაბას. 7 ლარი და 67 თეთრი გამორიცხეთ, რაც კარგია მეგობრებო. ერთი X. შენი არჩევანი იყო რომ ეს უნდა გამოგერიცხა. ახლა მთავარია შენს გულს. ენდობი თუ არა? მთელი თამაში ინტუიციით თამაშობდი როდას. ენდობი თუ არა შენს პირველად პირვანდელ ინტუიციას. გამორიცხავ? თუ გამორიცხავ? რატო მოსუნი? ფულის სუნი სადგცემს, ფულის სუნი. მოდი, ეს იყოს X-ი. ეს იყოს X-ი, ეს გამოვრიცხოთ? ხო. აი ეს გამოვირიცხო. ხო, ჯანდაბას რა. ეს გამოვრიცხოთ? ერთად მივიღებთ მაგ გადაწყვეტილებას და ეს არის თქვენი არჩევანია. გადაცემას ქვია არჩევანი. მოიცა. ეს არა, აი ეს გამოვირიცხოთ. ეს გამოვრიცხოთ. აი ეს გამოვირიცხოთ. დარწმუნებული ხარ? კი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. გადაცემას ქვია არჩევანი. ვიდი. ეს არის თქვენი არჩევანი, ეს რომელიც გამოირიცხოს. აი აქ ფულია უე. აქ ფული. მე ძალიან დიდ მადლობას ვეთქვი ჩვენს გენერალურ სპონსორს, ამბასადორს, რომელიც გვაძლევს, რომ ესეთ საინტერესო კონტენტი შევქმნათ ჩემი მაყურებლისთვის. ასევე მადლობა Somersbys უგემრიელეს ევროპულ თანამედროვე სასმელს და მადლობა რა თქმა უნდა Credo Banks და Casey, რომელიც ფულია უე. ეს აი ის USB-ს პრინციპი. ეგ მოხდა? ეგ ზოგჯერ არ ამართლებს, იმიტომ რომ თქვენ გამორიცხეთ X-ი მეგობრებო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თამაშიდან წავიდა და თქვენს ჯეკპოტს აი 123 ლარი მიემატა. ძალიან კარგია. ახლა უკვე უნდა გადავიდეთ დათვლაზე. კულმინაციურ მომენტზე, თანხას გაყობთ თუ წაართმევთ ერთმანეთს. აქამდე გუნდურად თამაშობდით შესაძლოა, თუმცა ახლა უკვე ინდივიდუალურად მოგიწევთ არჩევანის გაკეთება. 1169 ლარზე მიდის თამაში. ეს არის კულმინაციური მომენტი. თქვენ გაქვთ დაახლოებით 1 წუთი და შეგიძლიათ ისაუბროთ, რას აპირებთ, მაგრამ ეს რამდენად გულწრფელია თქვენის მიერ გაჟღერებული ნათქვამი. ანუ აი მაგალითად რო გადავწყვიტოთ. არა, ეს არ ვიცი, შეიძლება სტრატეგია იყოს შენი. ანუ იცი რატო? ანუ ეხლა ასარჩევია როგორი რაღაცა, იცი? ანუ სახინკლე გვინდა თუ ევროპული რესტორანი რამე ისეთი ფოე და რომელს ფიქრობ? მე ხინკალს ვაძლევ უპირატესობას. და ეგ რას ნიშნავს ანუ? რო გავიყოთ და სახინკლეში წავიდეთ. დავაი. всё. გავიყავთ უკვე? აუ ძალიან შია. მიიღეთ გადაწყვეტილება. ხო, შეიძლება ხინკალი ვერ ჯამო, მაგრამ არა, აი სპლით. გასაგებია. გადაწყვეტილება მიღებულია. რაც იმას ნიშნავს, მეგობრო, თუ შეიძლება მხოლოდ თქვენთვის გახსენით, ისე რომ თქვენ ხედავდეთ და სამ თვალზე უბრალოდ ვაჩვენოთ კამერას. 1 2 და 3 და ეს არის ორივე მწვანე, რაც იმას ნიშნავს, მე გილოცავთ მარტივად ძალიან კარგ თამაშს.
მადლობა ასეთი მაგარი თამაშისთვის. ბოლოში იმდენად ერთად და გუნდურად ითამაშეთ გამორიცხვის პროცესში, რომ არ გამიკვირდა რომ გაყავით და 1169 ლარი გაიყოფა 2-ად და ნახევარს მიიღებს გროტასკა და ტახა. მადლობა მეგობრებო რომ უყურებდით, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, კომენტარებში დაგვიწერეთ ვის იხილავდით.